მოგესალმებით მეგობრებო. ალბათ უკვე თამბნეილიდან გამომდინარე უკვე მიხვდებოდით კიდევაც. ძალიან ისეთი იქნებოდა ჰიტამ ხო დააწერა თავის მანქანის ვიდეოს, რომ რა მანქანა მიყიდა YouTube-აო და მე რო დამეწერა რა მანქანა მიყიდა ვალებმა მეთქი. აი დაახლოებით ეგეთი როგორ მოგეწოდებოდათ. უმრავლესობამ რასაც ქვია უკვე იცით რომ ძალიან დიდი ხანია ეს მანქანა მინდა. ლამის ერთი წელი შეიძლება უკვე შესრულდეს რაც ამ მანქანაზე პირველს ვთქვი რომ Alfa Romeo Giulia მინდა მეთქი და იმ დროიდან მოყოლებული იმდენი გავაკეთე რომ ეს მანქანა მეყიდა. პრობლემა ის იყო რომ წუნია ადამიანი ვარ და მინდოდა ისეთი მანქანა შემეძინა რომელიც არ იქნებოდა შუაში გახლეჭილი, მიკერებული, მოკერებული და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამას დამატებული ძალიან ისე ვიყავი რომ მინდოდა 2020 წლის მაღლა. ძალიან ცოტა გამოდიოდა ესეთი მანქანა და დაახლოებით 6 თვის მანძილზე მაქსიმუმ ალბათ 10 მანქანა იყო რომელსაც ვეთამაშეთ იმიტომ რომ ან გარბენი არ მოგწონდა ან დარტყმა არ მოგწონდა ან წლოვანება არ მოგწონდა და ან კომპლექტაცია არ მოგწონდა ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო რომ კომპლექტაცია ყოფილიყო უმაღლესი ეს მანქანა არის 2021 წლიანი და არის TI სპორტი ამ მანქანის უპირატესობა კიდევ ვის არის კომპლექტაციაში რომ აი ეს რაღაც გაშავებებს რასაც ხედავთ დისკებიდან დაწყებული სარკეები პანორამა რო შავი არის, აქ ვეცხრილი არის კიდევ შავი, მაგაში არის მოკლედ ფული გადახდილი. ავისროლე როგორც იქნა ეს ოცნება და ახლა მე თქვენ ვიდეოს გთავაზობ. მოიწონეთ ვიდეო აუცილებლად გამოიწერეთ, არხი არ დაგავიწყდეთ. ერთ პატარა ისტორიას მოგიხევებით, ცოტა ისეთი სახალისო ისტორიაა რა. ეს მანქანა პირველად გამოჩნდა იტალიაში 1962 წელს. მაგრამ სანამ ამ ვიზუალით გამოჩნდებოდა, იმ ჯერ კიდევ 1970-იან წლებში იტალიაში Alfa Romeo-ს მოიხმარდნენ პოლიციელები კრიმინალის დასაჭერად, ასე თქვათ და იმდენად მანევრირებადი, იმდენად სწრაფი იყო ეს მანქანები, რომ მოკლედ კრიმინალს არანაირ შანსს არ უტოვებდნენ, რომ გაქცეულიყო ასე და ბოლოს ამ კრიმინალებმაც მოკლედ ჭკუა იხმარეს და ჯულიებით ცდილობდნენ რომ აერიდებინათ პოლიციისთვის თავით. საბოლოო ჯამში ისე მოხდა რომ ეს მანქანა როგორც კრიმინალებს, ისევე პოლიციელებს ძალიან უყვარდათ იტალიაში, ხო? რაც შეეხება ძრავს არის 2.0 ტურბო, გამოიმუშავებს 280 ცხენს მეგობრებო, არის 4/4-ზე. მაგრამ როგორ მუშაობს იცით? სულ არ არის მოკლედ ეს კვადრო ჩართული. ძირითად შემთხვევაში უკანა წამყვანი არის, როცა დაჭირდება, მოჭიდება, მაშინ რთავს ხოლმე 4-ვე წამყვან თვალს, ასე ვთქვათ რა. რაც შეეხება ამ გადაღებას, ეხლა თუ ქსიამოვნეთ აი ეს ვიზუალები, როგორც არის ფერები, ასე შემდეგ იცოდეთ რომ ამ ყველაფრის ერთ-ერთი თანაშემოქმედი არის პაპელა და მისი შემოქმედი ჯგუფი ედმაიერი რომელიც უზრუნველყოფს აი ამ გადაღებას და პაპელას არხი აუცილებლად იქნება აღწერაში და შეგიძლიათ პაპელას არხიც გამოიწეროთ ძალიან ხარისხიან პროდუქტს გვთავაზობს მანქანების მიმართულებით. მე და ოლ-მარკეტი დავმეგობრდი და ამის აღსანიშნავად TikTok გათამაშებას ვაწყობ მოკლედ. შეგიძლიათ ამ ვიდეოდან ნებისმიერი კადრი აიღოთ როგორც გინდათ, რანაირადაც გინდათ, შეუზღუდავი ხართ მოკლედ თქვენს ფანტაზიებში. თავარი არის რომ ამ ვიდეოდან იყოს ედიტი გაკეთებული. 3 გამარჯვებულს ავარჩევ მინიმუმ და 3 გამარჯვებულს დავასაჩუქრებ მე და ოლ-მარკეტი მოკლედ რაღაცა გარკვეული ტექნიკით. თავარი პირობები იქნება რომ ტექსტში აუცილებლად ჩაწერეთ ოლ-მარკეტი, ამოვანათებ მაგას როგორც იქნება საჭირო და მე დავთაგეთ აუცილებლად რომ ნახო ეს ვიდეოები. ედიტი ისე არ გააკეთოთ, ამას რო ვიძახი და მე ედიტს რო გააკეთებთ, ეგრე არ გინდათ. დაივიწყეთ ეს ჩემი ნალაპარაკები და ედიტი სხვანაირად მოხოდეთ მოკლედ რა. მოხდებით რო ლაპარაკობ და მე ედიტი გაიჩნდება ცოტა კრინჯობა არ იყოს და ამიტომ ჯობია ეგრე გააკეთოთ მოკლედ. წარმატებებს გისურვებთ და გამარჯვებულ ძალიან მალე გამოავლენ. ისე ავანთ ვიდეოთი. რამოდენიმე დღის უკან ვიყავი რაჭაში და რაჭაში მოგეხსენებათ სულ აი ესეთი გზები არის მთებში და ისე შევდიოდი მოსახვეებში, იმხელა თავდაჯერებულობა მქონდა რომ ზუსტად ვიცოდი რომ არ მიღალატებდა. და ეს შეგრძნება აი როგორ გითხრა უნდა გამოცადოთ მოკლედ რა. მე დარწმუნებული ვარ ბევრ თქვენგან მოუნდება ამ ვიდეოს მერე ეს მანქანა და არ მოერიდოთ ამ მანქანას. მართლა ერთ-ერთი გამორჩეული მანქანა არის. უბრალოდ იცოდეთ რომ ნაწილები იაფი არ ღირს. ეგ არის და ეგ. ეს მანქანა რო ძალიან მინდოდა, ბევრი ხალხი შევაწუხე, მოვიკითხე, რაც კი YouTube-ზე იყო ვიდეოები, ყველაფერი გადავატრიალე მოკლედ რა და დაემთხვა ისე რომ Alfa Romeo Giulias შეკრება იყო, ეს კლუბი რო აქვთ რა და მეთქი წავალ ნახავ მანქანას ახლდან ისეს და იგავიცანი ერთი არაჩვეულებრივი ადამიანი დათო ბაიაშვილი, რომელიც წარმოადგენდა Car Express, რომელმაც ჩამომიყვანა ეს მანქანა. დათოს უთხრა რომ მეთქი დათო ესე მინდა მეთქი, ჩამოყვანა მეთქი და რავი თუ თქვენ კომპანიასთან შევთანხმდებით მეთქი, სიამოვნებით ვითანამშრომლებ მეთქი და მეორე დღესვე მოკლედ მოგვარდა ეს ამბავი და იცოდეთ რომ ეს მანქანა არის Car Express-ის ჩამოყვანილი. პირდაპირ გეტყვით რომ იდეალური გამოცდილება მქონა მე ამ კომპანიასთან. როგორც კი შევიძინეთ ეს მანქანა 1 თვესა და 10 დღეში, სადღაც აი ამ დიაპაზონში ჩამოვიდა ეს მანქანა. აი უსწრაფესები არიან, ერთ-ერთი კონკურენტუნარიანი საფასო კატეგორიაც აქვს და
შეგიძლიათ ჩემი პრომოკოდით RABAN, ასე ვთქვათ, პრომოკოდი RABAN-ასგან ვარ, ან მიახვედეთ, რომ ჩემგან ხარ და $100 ფასდაკლება გექნება ტრანსპორტირების ხარჯზე და რავი, მე მგონი არ არის ცუდი ვარიანტი. ისედაც დაბალი ფასები აქვს, დამიჯერეთ რა. 6 თვის მანძილზე, მოკლედ ეს დათო, ვინც მეხმარებოდა Car Express-ის გაყიდვების მენეჯერი, არ მომშორებია გვერდიდან, რასაც ქვია და რამოდენიმე ის წავაგეთ, თუმცა ის სულ ბოლოს როგორ ვიყავ, ვიცი, გულს ვიწროებდი ხოლმე, რომ აღარ მინდა მეთქი რა, იმიტომ რომ მიტყდებოდა ხოლმე და ეს დათო სუმაგრა მაგულიანებდა. სუმაგრა მაგულიანებდა და უეჭველი ვიყიდით და ნუ საბოლოოდ ვიყიდეთ ისეთი მანქანა, რომელსაც უმინიმალურესი დაზიანება ქონდა და მაგ ვიდეოს აუცილებლად აგაწევთ ნენელა, რა გაუკეთე, რა ჭირდა, როგორ ჭირდა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. გონდი ეხლა ძალიან ბევრი ვილაპარაკე და ახლა დროა რომ ინტერიერს ჩაგახედოთ და უფრო ისე კონკრეტულად გაჩვენოთ რა მხიბლავს მანქანაში. მოკლედ ამ მანქანის ერთ-ერთი დამატებითი, აი ესეთი პლუსები რაც არის, ეგაა რომ შიგნიდან გამოიყურება არაჩვეულებრივად და განსაკუთრებით ამ წითელ ფერში. ნუ ეს საوارძელი სპორტული, აი რა ჩაცმული გაქვს, რასაც ქვია ეს საوارძელი და საკმაოდ ისე კომფორტულად ყავხარ დაჭერილი და აი როგორ ახარ გეფერება, რასაც ქვია რა. კაია. დეშბორდი, რაც ყველაზე ძალიან მომწოდა BMW-ში ხოლმე იყო ის, რომ აი ძღოლისკენ იყო ხოლმე შემოტრიალებული და ეს მანქანაც იგივე სიმეორებს და იმ ძღოლისკენ არის შემოტრიალებული და გზნობ რომ შენია მანქანა რა. ZF კოლოფი უყენია, რომელიც BMW-ში ხვდება და საკმაოდ ისეთი გამძლე, კარგი კოლოფებია და ჩქარი, რაც თავარი. კიდევ ერთი დამატებით, რაც მომწონს, ეს არის საჭე. და საჭე არის, რავი, ალბათ ღოლსა და მანქანას შორის ერთ-ერთი თავარი დამაკავშირებელი ინსტრუმენტი, ასე ვთქვათ. ეს საჭეც არაჩვეულებრივი არის, სპორტულად გამოიყურება, კომფორტული არის, არ ძალიან დიდია, არ ძალიან პატარა, არ ძალიან სქელია და მოკლედ კომფორტულაზის ჩემს გაბარიტებში ძალიან კარგად ზის. ასევე დავამატებ იმას, რომ აი ეს უდიდესი შიფტერები, რომელიც არ არის პლასმასი მეგობრებო. Ferrari-შია ეს და აქაც მოკლედ გადმოტანილია და ძალიან უხდება და ძალიან განსხვავებულ იერსახეს აძლევს ამ მანქანას. ასევე მაქვს ლუკი, ორივე მხარეს, წინაც არის და უკანაც და საერთო ჯამში ერთი დიდი პანორამა არის და რა არის კიდე კარგი, იცი რომ შავია ჭერი. და ეგ ძალიან კარგია, იმიტომ რომ ძირითადად რაც მინახავს ეს ჭერი აი ამ შავი ფერის და წითელი ფერის იმაზე სალონზე ის არის სპილოს ფერი ხოლმე და არ უხდება დიდად რა და ეს შავი ძალიან მესიამონა რომ შავი არის რა. მანქანა იქოქება საჭიდან. რაც რავი უსპორტულესი ის არის რა გადაწყვეტილება და მე მგონი დროა რომ დავიძრა და წავიდეთ, ხო? ხო, დამავიწყდა მე თქვა. ეს საوارძელი როგორც აქ დამახსოვრებული, მაგ მდგომარეობაში შედის, როდესაც ქოქავ. როდესაც ჩააქრობ მანქანას, უკან გადის, რომ კომფორტულად გადახვიდე მანქანა. ამ მანქანას აქ უამრავი დადებითი მხარე რის გამოც ავარჩი ეს მანქანა. პირველი არის ის, რომ არის პრემიუმ ხარისხის მანქანა. ყველაფერს რო თავი დავანებოთ, არ არის იაფასიანი, არ არის იაფასიანი მატერიისგან დამზადებული, ყველაფერი, რასაც ეხები, აბსოლუტურად პრემიუმ ხარისხად ითვლება. როგორც ყველა ტურბინიან ძრავს, ასევე ამ ძრავსაც ჭირდება ეგ, რომ უბრალოდ დროულად უცვალო ზეთი და მოგემსახურება ძალიან დიდ ხანს. ზოგადად ალფა რომეოს მიმართულება ყოველთვის იყო რაღაცა სპორტული ხასიათის მანქანების, ხო და ჯდომიდან დაწყებული აბსოლუტურად ყველაფერი როგორც ხარ და რანაირადაც ხარ, ყველაფერი გიტოვებს სპორტულ შეგრძნებებს. და სხვათა შორის ცხოვრებაში პირველად მივიღე კომპლიმენტები მანქანაზე, არ მეგონა რომ ესე შეიძლება და ვიღაცა მოსულიყო და ეთქვა რომ ახ რა მაგარი მანქანა ყავს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. Toyota Aquadan ვარ გადმომჯდარი, წარმოიდგინეთ და რამდენად უცხოარის რომ ვიღაცა მოდის და მანქანას გიქებს. და ძალიან მაგარი შეგრძნება და ისე მალე იწამლები მე აი ხა როგორ ავარ, იცი აი რა გაუკეთო და როგორ გავაუკეთესო სულ იმის ფიქრში ვარ რა. არა სხვათა შორის ბოლო პერიოდში აქაც უკვე ძალიან ხშირად ხედავ, ძალიან ისე შემოვიდა რა, ძირითადად სტელვიოებს ხედავ ხოლმე, მაგრამ ჯულიაც უკვე მომრავლდა. იმ დროში სადაც BMW-ს და Mercedes-ს მიაქვს ყველაფერი, გადავწყვიტე რომ Alfa Romeo მეყი. რაც განსხვავებულ იერსახეს გაძლევს და ისედაც სტატუსურადაც ძალიან მაგარი მანქანაა მოკლედ რა. ჩემი შემდეგი გაჩერება აუცილებლად კვადრიფოლიო იქნება ამ მანქანის შემდეგ, იმიტომ რომ ისე შემოყვარა ამ მანქანამ თავი, რომ გამიჭირდება სხვა მანქანაზე გადაждობა მოკლედ ამ მანქანის მერე. ახალგაზრდებისთვის ეს მანქანა მისწრება არის ჩემი აზრით.
მოგსო, მოგეწონა ჩემი მანქანა, მადლობა Car Express და მადლობა პაპელას გუნდს ამ არაჩვეულებრივი გადაღებისთვის. ფირის გადაკვრავს ვფიქრობ. კვადრიფოლიოებზე არის ეს ფერი, აი გიждები ამ ფერზე, რაღაცნაირი მწვანე არის და არ ვიცი, დამიწერეთ, გადავაკრა, არ გადავაკრა და ვისთან გადავაკრა, ეგეც დამიწერეთ, ბარემ თუ ბევრს მოეწონება ეგ აზრი, მე ვფიქრობ, რომ ძალიან მოუხდება, მოკლედ ალფას ეგ ფერი და ძალიან გამორჩეული ფერის მანქანა მეყოლება. მადლობა, ვინც ბოლომდე დარჩით, დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და აბა თქვენ იცით, მომავალ შეხვედრამდე.